ყოველ წელს ტეხასში ფერმერებს თავს ესხმოდა გარეული ცხოველი. ფერმერები კი სხვადასხვა მეთოდს მიმართავდნენ თავის დასაცავად. ამაგრებდნენ ფარეხებს, აშენებდნენ მაღალ ღობეებს, ყიდულობდნენ მონადირე ძაღლებს და ძვირადღირებულ იარაღს, რომ თავი დაეცვათ თავდასხმებისგან. თუმცა ეს ყოველივე მაინც უშედეგო იყო. მაგრამ ფერმერის სახელად სტივი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა. სტივმა ვირი მოიყვანა სახლში. სანამ გეტყოდეთ თუ რატომ გააკეთა ეს სტივმა, იქამდე ეს არხი გამოიწერა და ზარისღილაკიც იქვე გააქტიურა. არხი ახალია და თქვენი მხარდაჭერა გჭირდება. 9 მილიონი დოლარი. სწორედ ამდენი ფული დაკარგეს ტეხასელმა ფერმერებმა 1988 წელს. თუმცა ეს ყველაფერი იყო იქამდე, სანამ ისინი ფერმაში ვირებს მოიყვანდნენ. ძვირადღირებული იარაღი, ხაფანგები თუ მაღალი ღობეები. ეს ყოველივე ერთად აღებული ვერ უტოლდებოდა ვირს. დიახ, ჩვეულებრივ ვირს. უკვე ერთ წელიწადში 1989 წლისთვის ტეხასის ფერმერებს მთლიანობაში დაახლოებით 1800-ზე მეტი ვირი ჰყავდათ, რომლებიც იცავდნენ ფერმებს. წარმოიდგინეთ ახლა ის ხმა, როცა ყველა ერთად დაიწყებდა ყროყინს. კი, მაგრამ ეს როგორ? ეს ხომ ჩვეულებრივი ვირია. ისინი ხომ არ არიან ჭკვიანი ცხოველები, არ გამოირჩევიან აგრესიით და არ ძაღლებივით ყეფენ. რაში დასჭირდათ ფერმერებს ვირები. ჩვენთვის ის ჩვეულებრივი ცხოველი, არაფრით გამორჩეული სხვებისგან. თუმცა ფერმერებმა იციან თუ რა შეუძლიათ მათ. ზოგადად ვირებს ინსტინქტში აქვს ძაღლების მსგავსი ცხოველების სიძულვილი. ეს შეიძლება იყოს მგელი, ტურა, მელა, ძაღლი და ასე შემდეგ. მას უბრალოდ არ სურს დაინახოს თავის ტერიტორიაზე მსგავსი ცხოველი. თუ კი იმას რა თქმა უნდა არ იცნობს და სასტიკად აგრესიული ხდება მათ მიმართ. როდესაც ვირი ხედავს რომელიმე მტაცებელ ცხოველს, რომელიც ძაღლის მსგავსია, ის მაშინვე ფიქრობს, რომ თავის სახლს საფრთხე ემუქრება და მოქმედებაზე გადადის. აი სწორედ ამ დროს მისი აგრესია იმდენად დიდია, რომ მას წინ მგელი და აფთარიც კი ვერ აღუდგება. მისი აგრესია პირველ რიგში გამაყრუებელი ხმით იწყება. შემდეგ ის მისდევს ცხოველს იქამდე, სანამ არ გააგდებს თავისი ტერიტორიიდან. ამის შემდეგ თუ კი ვირმა შეძლო და დაიჭირა მტაცებელი, მას კარგი დღე ნამდვილად არ დაუდგება. ვირები მხოლოდ გარეგნულად ჩანან უწყინარნი. აბა გაბედოს რომელმა სხვა ცხოველმა მის ტერიტორიაზე უნებართოდ შესვლა, ის მაშინვე გაცეცხლებული მცველი ხდება. საშუალო სტატისტიკის მიხედვით, ერთ ვირს შეუძლია დაიცვას 200 ცხრისგან შემდგარი ფარა. ის ტერიტორიას კარგად უნდა ხედავდეს და აკონტროლებდეს სივრცეს. და რაც უფრო კარგადაა ნავარჯიშები ვირი, მით უფრო უკეთ შეუძლია ამ ფუნქციის შესრულება. კი, მაგრამ ვირებს ავარჯიშებენ კიდეც? დიახ, ტეხასელმა ფერმერებმა ამ მეთოდსაც მიმართეს. რაც უფრო კარგად გაწვრთნი ვირს, ის უფრო უკეთესი მცველი ხდება. ამისთვის კი სპეციფიკური სავარჯიშო პროგრამები არსებობს. სპეციალისტები ვირს აკეთებინებენ სხვადასხვა მოძრაობას, რაც მის უნარებს აუმჯობესებს და ის პროფესიონალი მცველი ხდება. არსებობს ასევე სხვადასხვა კრიტერიუმი, რომელთაც არჩევენ მცველ ვირს. პირველ რიგში ის ტანით მაღალი უნდა იყოს, რომ შეიძლება მას შერკინება მოუხდეს მგელთან ან აფთართან და მას მოუწევს ბრძოლა. ამისთვის კი საჭიროა მძიმე წონა. მთლიანობაში მაინც ჩნდება ერთი მთავარი კითხვა: რატომ არიან ვირები მაინც და მაინც ასეთი მაგრები? რატომ არ შეიძლება რომ მათ მაგივრად ტეხასელმა ფერმერებმა რაიმე ძლიერი ძაღლის ჯიში მოიყვანონ? ძაღლებიც მოჰყავთ, თუმცა ამაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. მოკლედ, ეს ვირია კენჭლიქოსანი ძუძუმწოვრების ქვეგვარის წარმომადგენელი, ცხენისებრთა ოჯახიდან. ცხენისგან განსხვავებით, მას აქვს გრძელი ყურები, დიდი თავი, ვიწრო ჩლიქები, წვრილი კუდი, რომელიც მთავრდება გრძელი ბალნის ფუნჯით. გარეული ვირი გავრცელებულია აფრიკაში, წინა, შუა და ცენტრალურ აზიაში. მცირე ჯოგებად ბინადრობენ უდაბნოებსა და ველებზე. ისინი იკვებებიან ბალახით. გვარში ერთი სახეობაა აფრიკული გარეული ვირი, რომელიც გავრცელებულია სომალიში, ეთიოპიაში, ერიტრეაში. ვირის გვარი მეტად მცირე რიცხოვანია. დედა ვირი წელიწადში ერთ ჩორჩორს იძლევა. მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 18 წელია. თუმცა კარგ პირობებში მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ხან 50 და 60 წელსაც კი აღწევს. დიდებული მხედველობა და სმენა, ძალიან ხმამაღალი ყვირილი, დიდი სიჩქარე, ძლიერი უკანა ფეხების დარტყმა, ძლიერი ყბა და კბილები და ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან წყნარი და მშვიდი ხასიათი. როდესაც ვირი შეაფასებს საფრთხეს, შეუძლია მხოლოდ ერთი ყროყინით გააბრუნოს უკან მტაცებელი ცხოველი. ამის საპირისპიროდ რა აქვთ მტაცებლებს? კბილები და ბრჭყალები. ანუ გამოდის, რომ ვირის მრავალი უნარი მტაცებლის მცირე უნარების წინააღმდეგ გვაქვს. თუ კი მტაცებლები ჯგუფად არ დაესხმებიან თავს, ვირთან ერთ-ერთზე ვერაფერს ხდებიან.
კარგი, და რა ხდება მაშინ თუ კი ვირს მგლების ხროვა დაესხმება თავს? რა თქმა უნდა, აქ ვირის შანსები მცირდება, მაგრამ რას ვიტყვით ვირებისა და მგლების ჯგუფურ შერკინებაზე? ალბათ ეს რაღაც დიდებული სანახაობა გამოვა, თუმცა არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდება ამ დროს. ზოგადად ვირები რომ ჭკვიანი არსებები არიან, ამას ისტორიაც აჩვენებს. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დროს ამ ვირმა მიიღო ჯილდო თავის პატრონთან ერთად, რადგან მან დაჭრილები გამოიყენა ბრძოლის ველიდან. საერთო ჯამში კი 300 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. რა გამოდის? ვირებს გმირობა ინსტინქტში აქვთ. შესაძლოა ეს ყოველივე დნმ-ის დონეზეც კი იყოს. თუ გავიხსენებთ ზოგადად მათ წარმოშობას, მივხვდებით, რომ ცხენები, ზებრები და ვირები ერთი ოჯახის წარმომადგენლები არიან. წლების მანძილზე ისინი ხომ გაშლილ სივრცეში გადაადგილდებოდნენ და მუდამ სხეულის გავარჯიშება უწევდათ. სამივე მათგანს განუვითარდა სხვადასხვა უნარი. ცხენები დიდებული სხეულით და ძალით გამოირჩევიან. ზებრებს სიჩქარესთან ერთად ლამაზი შეფერილობაც აქვთ. ალბათ შენიღბვისთვის, თუმცა ეს მეცნიერებს ჯერ კიდევ ზუსტად ვერ დაუდგენიათ. ხოლო ვირებზე რას ვიტყვით? სიმამაცე და უკანა ფეხების ძლიერი დარტყმა. სინამდვილეში ეს ყოველივე თვითგადარჩენის ინსტინქტიდან მოდის. ვირები ადამიანზე ნაკლებად მიკედლებული ცხოველები არიან და ყოველთვის იმას აკეთებენ, რაც უნდათ. რადგან სწორედ ასე ახერხებენ ისინი თავის გადარჩენას. ამიტომაცაა რთული ის, რომ ადამიანმა მას გააკეთებინოს ისეთი რამ, რაც ვირს არ სურს. დღეს მთელ მსოფლიოში როგორც ვარაუდობენ 40 მილიონზე მეტი ვირია. თუმცა ვირებს ყველგან არ იყენებენ მცველობის ფუნქციით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მათ სჭირდებათ ტერიტორია, რომელიც კარგად მოჩანს შორიდანაც კი. ისეთ ადგილზე, სადაც ბევრი ხეა და კლდოვანი ტერიტორიაა, ვირი ვერ იცავს ფარას. პირიქით, თავად ხდება მსხვერპლი მოულოდნელი თავდასხმების დროს. ამის თავიდან აცილების მიზნით ადამიანები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. ისინი იყენებენ ხაფანგებს მტაცებლების შესაჩერებლად, ყიდულობენ იარაღებს და ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ საქმეში უკვე ძაღლები ერთვებიან. ვირებს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მხედველობის არეალი დაფარული აქვთ, დაცვითი ფუნქციის შესრულებაში ძაღლი ეხმარება. კი, მაგრამ თუ კი ძაღლებით შესანიშნავი მცველები არიან, მაშინ რატომ ამრავლებენ ფერმებში ვირებს დაცვისთვის? მიზეზი უბრალოდ ბანალურია. ვირები გაცილებით უფრო დიდხანს ცოცხლობენ ვიდრე ძაღლები და მეორე, ვირის ყიდვა და შენახვა 5-ჯერ უფრო იაფი ჯდება. მაგალითად, ტეხასში ვირების საშუალო ფასი $500, ხოლო სპეციალური ჯიშის ძაღლს, რომელიც უშუალოდ ფერმის დასაცავად გამოიყენეს, მინიმუმ $1000 იყიდი. ასე რომ ფერმერები უბრალოდ ფულს ზოგავენ. წელიწადში ვირს საშუალოდ $200 საკვები და სხვადასხვა პროცედურები სჭირდება, რაშიც შედის ჩლიქების შესწორება და სხვადასხვა მედიკამენტი. რა ხდება მცველი ძაღლების შემთხვევაში? ვაქცინაცია, ვიტამინების სპეციალური საკვები, სტომატოლოგი, რაც ძაღლებს აუცილებლად სჭირდებათ. ეს ყოველივე წელიწადში $1500-მდე ადის. არსებობს კიდევ ერთი რამ, რითაც შეიძლება დაიცვა შენი ფარა. ეს იარაღია. თუმცა აქაც მრავალი დაბრკოლება ჩნდება. სასროლი მანძილი. ყველგან ვერ გაისვრით ოფიდან. შეიძლება სხვა ცხოველიც დააზიანო. აკრძალვები, კანონმდებლობა და მოკლედ, მთელი დღე თოფით ხელში ვერ დაელოდები ნადირს. ამავდროულად თუ კი შენ ყველა ცხოველის მოყვარული ფერმერი ხარ და გეცოდება ის მტაცებელიც კი, რომელსაც შენი ცხოვრების შეჭმა უნდა, მაშინ ვირი იდეალური ვარიანტია. ისინი უმეტეს შემთხვევაში არ მოკლავენ მტაცებელს, უბრალოდ შეაშინებენ და განდევნიან ეზოდან. რას ვიტყვით ვირების ინტელექტზე? როგორც საზოგადოებაშია დამკვიდრებული, ყველა თვლის, რომ ვირი უტვინო ცხოველია. მესე, უბრალოდ, უტვინო ადამიანს ხშირად ვირს ადარებენ. მაგრამ მეცნიერების თქმით, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა. ვირებს იდეალური მეხსიერება აქვთ, ასევე გააჩნიათ განვითარების და სწავლის დიდებული უნარები. 2013 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ვირებს ზუსტად ისეთივე სიჩქარით შეუძლიათ სწავლა და განვითარება, როგორც დელფინებს და ძაღლებს. ხვდებით ხომ? ასეთი ჭკვიანი მცველი შენს ფერმაში ნამდვილი აღმოჩენაა და რაც არ უნდა ცუდად ჟღერდეს, ეს იაფი და ხელმისაწვდომია. ჩვენი დღევანდელი ვიდეოც ვირების შესახებ ასე მიიწურა. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი ახალი არხია, Boom Story. ამიტომაც თქვენი მხრიდან საუკეთესო მხარდაჭერა იქნება ის, თუ ახლავე გამოიწერთ არხს, გააქტიურებთ ზარისღილაკს და აი ამ ვიდეოს მოიწონებთ. გმადლობთ, რომ თავიდან ბოლომდე უყურეთ. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით, რომელიც ძალიან მალე დაიდება.